მოგესალმებით, ხალხო, მე ვარ ლუკა, ის არის საბადა, ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც უყვარს და აინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყო პოდკასტი და გაგვიზიარებინათ თქვენთვის ისეთ რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გონია. სანამ უშუალოდ ტექსტზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და სხვა პლატფორმებზე შეგიძლიათ გამოგიწეროთ ამავდროულად. ასევე, აღწერაში იქნება KISS-ას ლინკი და თუ შეგიძლიათ, რომ დაგვეხმაროთ ტექნიკის შეძენაში. ხო, სულ ამის თქმა მინდოდა, დღევანდელი ჩვენი ტექსტი გახლავთ გოდერძი ჩოხელის ადამიანთა სევდა. და ვეცდებით რომ შევეჭიდოთ ამ ტექსტს და გავურკვევთ რაღაცები რა. ნუ პირველ რიგში ალბათ ისტორიულ კონტექსტს შევქმნი მაყურებელს. ისტორიულს არა, წერლის პროესს რა ქვია ხომ, წერლის ეხა გოდერძი ჩოხელზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა რაც მაყურებელმა არ იცის, იმიტომ რომ ძალიან ქართული ხალხისთვის საყვარელი ავტორია, მოიხსენებათ. ავტობიოგრაფიიდან მინდა წავიკითხო მისი დაბადების ეპიზოდი, როგორც უწერია, როგორ დაიბადა, იმიტომ რომ კარგად ჯდება წიგნის კონტექსტში. მეც არაფერს დიც არ ვიტყვი. მოკლედ, აი რა წელს გოდერძი ჩოხელი. დავიბადე 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში. უფრო სწორად, ჩოხში არა. რატო ეხა? ჩოხი ითვლებოდა წმინდა ადგილად. ჩოხის წმინდა გიორგის სალოცავი არის იქ და არ შეიძლება მშობიარობა. არც ადრე შეიძლებოდა, რა თქმა უნდა. ამიტომ დედაჩემი წავიდა ზევით მთაში, თავის დედმამასთან, სოფელ ბურსაჭირში. მაგრამ იქამდე ვერ მივაღწია და გზაში გავჩნდი. გზაზე დავიბადე. შემოდგომა იყო, ციოდა. დედაჩემს მდინარის გაღმა სახლი დაუნახია და იქ მისულა. ეს მწყემსების სახლი ყოფილა, მაგრამ არც იმათ შეუშვიათ. სახლშიც არ შეიძლებოდა მშობიარეს შესვლა. გომურში შესულა და ის ღამე იქ გაგვიტარებია. 40 დღე დავრჩენილ ვარ ბურსაჭირში და მერე დამაბრუნეს ჩოხში. ჩოხში დავამთავრე 8 წლიანი სკოლა. მოკლედ ამ დაბადების ეპიზოდი რაღაცა ესეთი ძალიან ლიტერატურული, იმიტომ რომ გზაში იბადება, თან მიდან აგვისტოს ნათელიდან მოდიხარ ახლა და გზაში ურსული ხალი რომ მიდის და მერე ბავშვი იბადება, ძალიან მაშობა რა ქვია. უხდება კონტექსტს. მერე გზაზე რო ვილაპარაკებთ აქ და ნუ გზის სტრუქტურაზე არის არაწყობილი მთელი წიგნი, ეს ჩავთოთ მაგითო წავიკითხე. ხო. ნუ კიდე იმის თქმა მინდა რომ გოდერძი ჩოხელი არ ყოფილა ესე რაღაცა კლასიკური გაგებით პირველი პროფესია არ იყო მისი მწერლობა, მან მთელი ცხოვრება მიუძღვნა კინოს და წერდა კინოს სცენარებს და ბევრი ისეთ ვიდეო დეოს ესე ვთქვათ სოციალურ ქსელში, სადაც ადამიანები ყვებიან მასზე, როგორი თვისებებით გამოირჩეოდა და როგორ გაიარა მან ცხოვრება. სამწუხაროდ ადრე გარდაიცვალა მწერლური ასაკის გაგებით 55 წლის თუ სწორად მახსოვს ან 50-იან წლებში, რაც მოგეხსენებათ რომ პროზის მწერლისთვის რაღაცა ისეთი ალბათ იდეალური ასაკია რა, ანუ გამოცდილებაც აქვს ცხოვრებისეული მწერლობისაც და აი ესეთი ასაკია რომ შეუძლია რომ მაგნუმ ოპუსი დაწეროს. ამიტომ ნუ ძალიან ისეთი დასანანია 2007 წელს გარდაიცვალა ჩვენ მოვესწარით. საბედნიეროდ. ხო, საბედნიეროდ. კი ბატონო. აი ახლა გადავიდეთ პირველი აბზაცი როგორც სტანდარტულად ვაკეთებ. აქ შესავალი მოკლედ ანუ ესე პირდაპირ არ იწყება მოგეხსენებათ. თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას. რატომ ერთ მივარდნილ ხეობაზე ვწერ? გუდამაყრის ხეობაზე. დიდი ხანია გუდამაყრელებზე რომანის დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ 25 წლისა ვარ და სულ 3 წელია მასაკეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ ასე მგონია 3 წლის მაგიერ 3 საუკუნეა გასული და ვიტანჯები. დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი, რომ ვერაფერი დავწერე. აქამდე მეგონა გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და შიგ უამრავი მოთხრობაა მეთქი. არა, ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ 3 წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. მოდი აქამდე დავათავოთ. ხო, გისმენება რა ასპექტის შესავალს. ყოველთვის მიზიდავდა ისეთი სახის შესავლები, სადაც ავტორი პირდაპირ გეუბნება რომ მე ავტორი ვარ რა, ესეთი რაღაცაა და მე თვითონ ტექსტში სხვა აკეთებს მაგას, რომ ერთ-ერთ ბიტს რომელიც დაახლოებით მაგას აკისავ, 25-ზე ცოტა ქვევით უნდა იყოს. იდეაში იმას აკისავ რამდენისაც ეს 3 წლით ადრე იქნება და 22-ის არის. ანუ ვინც მხატვრულ ტექსტს ქმნის, ხო, წერალი ოღონდ იქ. ხო, იქ წერალი. ნუ იმასთან გადათამაშებაც გამოსდის და თან ესე პატარა ალუზია გამოსდის საკუთარი თავის, რომ იქაც ვიყავი და იქაც არ ვიყავით, ანუ იმიტომ რომ ხო გეუბნება აქ რომ მე არ ყოფილვარ იმ ლაშქრობაში რეალურად, მაგრამ რა არ ყოფილხარ თურმე. ეგ ძალიან ოსტატობა არის ერთგვარი, ეგ სიმართლე რო ვთქვა და ეგ ძალიან მომწონს და სხვაჯერს მთლიანი ტექსტის კითხვის მანძილზე მომყვებოდა ეგ იდეა რა, რასაც უწერია, რომ ყველა ადამიანს როგორ თქვა ეს, ურჩევს სათაურს.
ხო. და სათაური რა გამოდის თითოეული პერსონაჟის, რომელიც ყავს თქო რა, ანუ ესე პირდაპირ თვითონ კი წერს სათაურებს, რომ სიტყვაზე რაღაცა ვიღაცა არის მთავარსარდალი ვიღაცა, ამას აკეთებს ვიღაცა, იქნება ფილოსოფიის აღმრიცხველი იმის რაღაცა. მაგრამ მე არ მჯეროდა მაგ სათაურების, იმიტომ რომ ტექსტს დასწრში მოგეუბნება ყველა სათაურს უძებნიო და მე პირდაპირ სათაურს გაძლევს, მე მგონი არ არის ეგ დაჯერებადი რა. და ჩემთვის მეც რისი არ გჯეროდა, ანუ რო არ ქმნევს ფილოსოფოსი. ხო, თვითონ როგორც ხედართავარი არ მჯეროდა მაგის. ანუ ეგ რო მათი სათაურია, მაგის არ მჯეროდა. როლი რო არ მჯეროდა, მაგრამ სათაურად არ მჯეროდა. მე არც აღმიქვია ეგ სათაურად, ანუ ხო, მე შენ. ხო, საინტერესოა სხვადასხვა. სათაურად არ აღმიქვია, უფრო არ რაღაც პროფესიად. ხო, როლებად რა. ხო, პროფესიად არ, უფრო ხო. ხო, ეგრე გავყევი მე ზუსტად და სხვა შორის მე დავფიქრე და რა შეიძლება და ყოფილიყო სათაურები მეთქი და რაღაც მომენტში მე მივხვდი რომ დარდებია მათი სათაურები. და ეგრეთ ცდილობს დაასათაუროს ხალხი რა დარდებით. ეგ ძალიან გენიალური თვისებაა რა. ხო, ოღონდ შაკ თან დანომრილი აქვს ეს დარდები და თან ცოტა მაგ დანომრით შეიძლება ცოტა პასურდება კიდევაც. მაგრამ სანამ დარდებზე გადავალთ, მე მინდა რომ თქვა თვითონ ფორმაზე რა, რაც შენ თქვი რომ ავტორი ვარო პირდაპირ გეუბნებაო რა. მე ეგეთი კითხვა მაქვს აქ. ვინ ამბობს, ანუ აქ აშკარად არის დიალოგი, ხო? თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას, რატო? ვინ არის ის, ვინც ამბობს რატომს და ვინ არის ის, ვინც ამბობს თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას, იმიტომ რომ თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას, შემიძლია მე ვუთხრა ამ წიგნზე ნებისმიერ ადამიანს. მე არც მწერალი ვარ, არაფერი, ხო? ამიტომ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ეს არის მწერალი. მაგრამ ასოციაციურად მაინც გიჩნდება იმის განცდა, რომ თითქოს ავტორი ვიღაცას ეუბნება, რომ თუ დრო არა გაქვს, აი ჩემი წიგნი და თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას. მაგრამ მე მაქვს ახლა ორი ვერსია. ერთი შენ რას თქვი, რომ ეს შეიძლება იყოს ავტორი და თუ ავტორია ის ვინც გვეუბნება თუ დრო არა გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვასო, მაშინ რატომ გამოდის მკითხველი და აქ არ ვჩერდებით, თუ მკითხველი გამოდის, მაშინ ეს იმის მანიშნებელია, რომ მკითხველს პირდაპირ გაგებით ეძლევა სიტყვა ტექსტში. რაც ნიშნავს იმას, რომ მკითხველი არა მხოლოდ წარმოსახვითად შეყავს წიგნში, არამედ პირდაპირ, როგორც პერსონაჟი. ანუ შენ როცა კითხულობ რატომ, ავტომატურად ხდები პერსონაჟი. ოღონდ ეს უნდა გააცნობიერო, რომ მე უკვე მორჩა, მეორე წინადადება, მეორე ხაზია და მე უკვე ამ წიგნის მონაწილე ვარ. რაც ძალიან მაგარი მოვლენა. მეორე ვერსია რა არის ეს დიალოგი. შეიძლება კი არა, ძალიან მარტივი ის არის, რა ქვია, დასანახი მსგავსება და მე პირდაპირ უწერია დაახლოებით რაღაც ახლო ჩაულის მაგ აზრს. მსგავსება მწერალსა და ღმერთს შორის რა. ანუ ხაზი რაღაცა ზღვარი, გამყოფი ხაზი წაშლილია თითქოს რა. ანუ ვინ არის ანუ ავტორი ამბობს ეხა ამას, თუ ღმერთი ამბობს ეხა ამას, მაგას ვერ არკვევ. თუ დავუშვათ ეს არის შემოქმედი სამყაროს და სამყარო არის წიგნი როგორც თვითონ წერს და ტექსტი, მაშინ რატომ შეიძლება იყოს თავად ავტორი? და ეს რაღაცა ძალიან ისეთი საკრალური მომენტი გამოდის, ხო? როგორც რაღაცა წმინდა ქრისტიანული ტექსტები არის ღვთის ჩაგონებით დაწერილი, რაღაცა ღვთისმშობლის ჩაგონებით დაწერილი, იგივე გამოდის აქაც, ანუ რაღაცა ღვთის ხელი ურევია თითქოს, რომ ღმერთი ეუბნება ავტორს და მე ავტორი გვიყვება ამას ჩვენ. ანუ ფორმა აქ ძალიან საინტერესო წიგნის დასაწყისი რა, რაც საკმაოდ ისეთ ინტელექტუალურ და ცოტა სნობური გადმოსახედიდან ძალიან უწევს ხარისხს როგორც ლიტერატურულ ტექსტის რა, ლიტმცოდნეობის კუთხით რაღაცა იძენს ძალიან ისეთ სიღრმეს. ხო, სნობური ტექსტია, ძალიან. უი, მაგაში არ დაიწყო. ნაში სახე, სნობური ტექსტია. ხო, არ ვიცი. სხვა შორის, კაი შენიშვნა ძალიან პირველ შეკითხვას, რომ კი არა და დებულებაზე რომ გამოხილე ყურადღება. რაღაც მომენტს გადავაწყდა. საღოლმე, მოიცა? ანუ ორი ვერსიიდან რომელს ჩემთვის ეგ ხო, ჩემთვის ეგ ცხადად ავტორის გაფრთხილება და გაფრთხილება იმისი, რომ მე გიწერ ერთ რომანს, ოღონდ ამ რომანში არის 100 რომანი. და კი შეიძლება 60 ვერდი იყოს ან 70, მაგრამ იმისთვის რომ ეს რომანი წაიკითხო, დაგჭირდება მთელი ცხოვრება. იმიტომ რომ მოგიწევს 100 ცხოვრებითი ცხოვრო კითხვის პროცესში. მე ეგრე აღვიქვენ რა. და ღმერთის იმაზე რომ და დროის საჭიროება მაგითო გაქვს, რომ ბევრი ცხოვრებითი ცხოვრო? ხო, ეგრე რა. ანუ დრო როგორც ესე მოცემულობა კი არა. დრო როგორც მზაობა ემოციური. ხო. ეგრე. და იმაზე არსებობს ეგეთი თეორია რა. მე ძალიან მომწონს ეგ თეორია, უბრალოდ არ ვთანხმები. ღმერთის და ავტორის გაიგივების თეორია ეგეთი რა.
როდესაც კარგი მწერლებზეა ის რომ ლაპარაკი რა, როდესაც კარგი მწერალიო ქმნისო ტექსტს, ზუსტად ისე გამოსვის როგორც ღმერთს გამოვიდაო რა. რაღაცა მონახეს გააკეთებს, ანუ როგორც ავტორი შევა, რაღაც მონახას აკეთებს, მაგრამ იმდენად ადამიანური გამოდის ის ტექსტი, რომელსაც ქმნის, რომ გაურბის ტექსტი და პერსონაჟები თავისით ავსებენ თავიანთ თავებს რა. ანუ ეგ რო არის, რომ წინასწარ თუ გაქვს ჩაფიქრებული პერსონაჟი, საშინელი პერსონაჟი გამოგივა, მაგრამ პერსონაჟი თუ ის მაგარი გამოდის, ესე იგი თავისით გაიყოლებს თავის თავს და ხანდახან აი ტოლსტოის რო აქ ნათქვამი ანა კარინაზე, რომ არ ვიცოდი რა მეხერხებინა მისთვის. ეგ პრინციპია და მეორე ანუ მე თეორია გადმოდის აქეთ ღმერთსაც, რომ ღმერთმა სამყარო შექმნა, არ იცოდა რა გამოვიდა და შემთხვევით გამოვიდა ესეთი ღმერთს რა. არ ქონდა ჩაფიქრებულიო. და მაგაში აიგივებენ ღმერთს და ანუ არ იცოდაში იგულისხმება რომ თავისუფალი ნება რაღაცა ისეთი ქრისტიანული მას არ არის. არა, ქრისტიანული არ არის საერთოდ, ამ განზრახული არ ქონდა ის თუ როგორი გამოვიდა და ეს სამყაროა რა. სხვაჯერს მე მგონია რომ ეს გოდერის ჩოხელი მთლიანი ტექსტის ფლობაზე ამ თეორიას იმაშება. ატრიალებს, იმიტომ რომ ბოლოს სიკვდილის ელემენტი შემოყავს, რაღაცნაირად მაგას ბოლოს ვლაპარაკებთ, მაგრამ ის არის რა. მოგეთ ეგ თეორია ძალიან მძაფრადაა და მე მგონი პირდაპირ მინიშნება ეგეც რომ ავტორი და მწერალი თანხმედრაში ხო არ არის შემთხვევით ერთმანეთთან რა. ავტორი და მწერალი, ავტორი და ღმერთი და ისა, ხო? მაგაზე წავიკითხავ ახლა აგერ გახაზული მაქვს მეხუთე გვერდზე არის წიგნში. წინასწარ ვიცი ჩემთან ჩხუბის წადიათ, ლაპარაკობს თავის აი რომ ამბობს რომ ეს ჩემი დაწერილი მოთხრობებიო, ჩემზე ბრაზდებიანო. საერთოდ შეჩვეული ვარ მაგათთან ჩხუბს. მარტო ეგენი კი არა, ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება. ხო. ესეთი მომენტია რა, აი გივი მარგველაშვილს უყვარს ეგ. პერსონაჟი ტექსტში რო ტრიალდება და ავტორს გიპირისპირდება. და ნუ ეგ ხა რელიგიურ დონეზე გადმოდის რომ ადამიანი ბრუნდება და შემოქმედს, ანუ ღმერთს უპირისპირდება რა. და ანუ აქ თითქოს ეგ გამოდის რომ თუ ყველა ადამიანს მოთხრობა დაღიქვამს, ეს ვინც აქ გვიყვება ამბავს, ვინც არის მთხრობელი, მაშინ წინასწარ გვეუბნება რომ აქ ჩემი პერსონაჟები იქნებიან ჯანყის პერსონაჟები, რომლებსაც ყველას თავიანთი რაღაცა დამოუკიდებელი ის ექნებათ, რა ქვია. და შეიძლება ეგ ქმნიდეს ამ ისტორიების ღირებულებას ზუსტად. აი რო კითხულობ მწერლის დაწერილი ისტორიებს, მე ყოველ შემთხვევაში რო კითხულობდი ძალიან მსიამოვნებდა და შეიძლება ეგ სიამოვნების ელემენტი ზუსტად ამით არის გამოწვეული, რომ ავტორს უჯანყდება პერსონაჟი. და წინასწარ გვაფრთხილებს რომ მზად იყავით მაგისთვისო რა. ანუ ყველა ჩემი მოთხრობა მეჩხუბება. რავი ხა რატო უნდა რა უნდა იგულისხმება და სხვა თუ არა ეს აი არის ჩემთვის პირველი შესავალის ცხადი ინტერპრეტაცია არის ეგეთი რომ ღმერთის დანართია ეგ ხო ღმერთი ლაპარაკობს და მე იწყება მოთხრობა რა და ეგ მე გენიალურად კრავს რომანს ისე რომ ღმერთით იწყება და სიკვდილით მთავრდება ხო და ეგ მე მაგიტომ მე მგონია რომ იზიარებს გოდერის ჩოხელი მაგას და ეგ მაგაში სრულიად მართალი ხარ ჯანყის ელემენტი ანუ ავტორთან როგორც უჯანყდება პერსონაჟი იმ ინტერპრეტაციით აქაც ეს აჯანყება რაც არის რაც თავისუფალების გამოხატულება ისევ და ისევ ეგ არის მთელი სილამაზე და ხიბლი და არა ის რომ რაღაცა ოკეი ვართ არა არ ვართ აჯანყდებით და თავისუფალებას გამოხატავ ტექსტის ხომ მე იდეაში სიუჟეტით ხო ეგ რა ღიძრება აჯანყების წინააღმდეგ მიდიან ესენი აგუჯანყდნენ და ომი უნდა დავიწყოთ რა სამაგარი ეგ. აქ მინდა რომ ღმერთის შემოსვლაზე ის წავიკითხო კიდე ერთი ამონარიდი რაც შენ თქვი ხა. მოკლედ ეხავ თქვით რომ ტექსტი იწყება ღმერთით. აქ არის ერთი მომენტი, აი შესავალი რომ თავდება და იწყება დასაწყისი, თავი დასაწყისი. და ეს მთხრობელი ეძებს ანუ აკეთებს სანთელს, თავისით ამზადებს სანთელს და ეძებს იმას რა ქვია, ბამბისგან დამზადებულ ძაფს, რომელსაც უნდა მოუკიდოს, იმიტომ რომ მანამდე რაღაც სხვა მატერიით იყო და იმას არ ეკიდებოდა. შალის ძაფი ქონდა მანამდე და ეხა ბამბის ძაფს ეძებს. ოღონდ ვერ იპოვის ამ ბამბის ძაფს. ეხა რა წერი აქ? მერე ბამბის ძებნას შევუდექი, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გარედან ვიღაცამ დაიძახა, გავედი. თბილისიდან ჩამოსულიყო ერთი გუდამაყრელი მოთხრობა და ჩემს სანახავად მოვიდა. დავსხედით, მაშინვე მისი სათაურის შერჩევა დავიწყე. ის წასვლას არ აპირებდა. ბოლოს ეთყობა აღარ ვუსმენდი და ვერ გავიგე როდის წავიდა. და მე მოდის ეპიზოდი, როგორ პოულობს ბამბის ძაფს. აგერ ისევ შინ შევედი და სანთლის გულის ძებნა განვაგრძე. ერთ სკივში კარგას სქლად შეკრული ქაღალდების დასტა ვიპოვე. ზედ გასანთლული ბამბის ძაფი ჰქონდა შემოხვეული. ანუ
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ეხლა არის ორი ეპიზოდი. ერთი ვერ პოულობს ბამბის ძაფს, მერე რაღაცა მოხდება და მერე პოულობს ბამბის ძაფს. ოღონდ ეს ბამბის ძაფი არის მთელი ისტორიის აღმძვრელი, იმიტომ რომ ამ ბამბის ძაფით არის შეკრული ის ისტორიები, რომელზეც უნდა მოგვითხოს აქ. ანუ ბამბის ძაფი რო ვერ ეპოვა, ამ ამბავს ვერ მოგვიყვებოდა, ხო? შესაბამისად ეს არის კვანძი ამ წიგნში ჩადებული. ამ კვანძის გახსნა კი ხდება იმით, რომ სტუმარი მოდის, ხო? სტუმარი ვინ არის ლიტერატურაში? ღმერთი. ანუ აქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ვიღაცა თბილისიდან რო ჩამოვიდა, რეალურად არის პროტოტიპი ღმერთისა, რომელიც მოდის და ანუ ჩოხელი გეუნება, რომ აი აქ თუ ვერ მიხვდი, რომ ღმერთზე იყო საუბარი, აგერ პირდაპირ გეუნები, რომ მოვიდა ვიღაცა ღმერთი და მე მომცა ამ შემთხვევაში ბამბის ძაფი, რომ მე თქვენ მოგიყვეთ ამბავი. ანუ ეს ამბავი გამოდის ღვთაებრივი, იმიტომ რომ ღმერთის ხელი ურევია. რამე, ანუ თითქოს გამიგრძელდა ეხლა ძალიან სამყარო რო არ გადაუხვიოს სხვა მიმართულებით და რო არ მოხდეს ისე რომ ეს ამბავი არ მოყვე, ამაში ერევა ღმერთი და რო აღსრულდეს თითქოს რაღაც წინასწარ დაწერილი, ძალიან იმაში შევდივარ ეხლა, ამბავი, მოცემულობა რომ მე თქვენ ეს ამბავი უნდა მოგიყვეთ, მაგის გარანტორი ხდება ღმერთი. ხო, მისი შემოსვლით გვებულობთ ამას. ნუ ღმერთი რო არსებობს, მაგას გვებულობთ ეხლა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღმერთია და მეორე არის რომ ეს ამბავი არის ღვთაებრივი ამბავი, ხო? დიახ. ეხლა გადავიდეთ ამაზე, რამე ამაზე ხო არ გინდა რომ დაამატო. აუ, შენ ინტერპრეტაციას ღმერთის იმაზე მე ისა ალამაზებს, რომ აქ ხო წერია რომ არ უსმენდიო, რას მიყვებოდაო. ხო. და ამას ხო არ უყვება შემთხვევით. უბრალოდ ლამაზი გამოდის თან მე. როგორ ის ღმერთი ყვება ამ ამბავს? შეიძლება. უბრალოდ ლამაზია, თორე არაფერი ლოგიკა მანდ არ არის. ხო, მეც რა, просто ლამაზია. არაფერი ლოგიკა ან ნიშნულობა არ აქვს, მაგრამ არა, მაგას ამიშნულობა აქვს ხალხი. ხო, რა, ლიტერატურა არ არის აგებული. ფლატ. მე მინდა ვთქვა ის სტრუქტურა კიდევ ერთხელ. თუ თავიდან არის დიალოგი, მერე არის ან პირველ პირში არის დაწერილი, მერე არის აქაც პირველ პირში ოღონდ აღწერა არის, მზემ ჩაბრძანება დააპირა და საოცრად მომინდა წერა. და მერე მოდის ლაშქრობა გუდამაყარში, სადაც არის პირდაპირ პიესის დასაწყისივით. ანუ წერია პერსონაჟები და მათი ისინი რა, ანუ რაღაცა შექსპირის კითხვას რო იწყებ და ჯერ პერსონაჟებს უნდა გაეცნო და მერე კითხვის დროს რო უნდა მოუბრუნდე რომ აი ეს ვინ იყო აბა ნახო, აი ზუსტად ეგ პრინციპია. ანუ ჯერ არის პირველ პირში დაწერილი, მერე არის რაც რაღაცა ცოტა უფრო მოდერნიზმთან მივყავართ, რომანი, რომელიც პირველ პირში არის დაწერილი. მეორე არის უფრო რაღაცა მე-19 საუკუნის რომანს გავს ეს დასაწყისის თავი, იმიტომ რომ ძალიან აღწერებია თითქოს და რაღაცა კლასიკური რომანის იმას მიყვება, ყოველ შემთხვევაში მე ეგეთი განცდა დამჭა და მერე არის პიესა. ანუ ამ 100 გვერდიან წიგნში შესავალი არის 3 ლიტერატურული სტრუქტურით და ტექნიკით დაწერილი. თან სხვადასხვა ეპოქებს რო გახსენებს ეგეთი რა, მე პიესამ ცოტა უფრო ძველ ეპოქაში წამიყვანა, იმან შესავალმა მოდერნიზმი და დასაწყისმა სადღაც ჩუაში. რატო აკეთებს ამას? რა აზრი არის? რატო მოიფიქრა ეგეთი სტრუქტურა შესავლისთვის? იმიტომ რომ ეს არის გენიოსური გადაწყვეტილება. ცნობია ეგ კაცი თან მაგარი 100 ძახით. პირველ რიგში ეგ ტექსტთან ეთყობა, შენ დასაწყისშივე აღნიშნე რომ ის არისო სცენარებს რასიულ სცენარებს წერდა და ეგ აქ ტექსტში ძალიან ეთყობა და ეგ ხო უნდა იმას ქნა შეგამზადოს მაგისთვის როგორ შეგამზადებს პიესის დასაწყისით, მაგრამ პიესამდე ხო უნდა მოგითხროს ამბავი სამყაროს დასაწყისის შესახებ და მოგითხროს რაღაცნაირად და ანუ ყველანაირ ლიტერატურულ ტექნიკას იღებს და იღებს იმისთვის, რომ მისი ტექსტი გამართული კი არ იყოს, მისი ტექსტი იყოს ყოველად ადამიანური. ანუ ნებისმიერი რო წაიკითხავს და გაიგებს ეგეთი იყოს რა. კი. ნუ გავიგე რომ ეგ პირიქით ნიშნავს რომ სნობი არ არის, მაგრამ მაინც მე მინდრეკლება რო აქ სნობია. მე მგონია რომ აქ ეხა სნობურად მიუდგები ამ იმას და ვიტყვი რომ ანუ სნობურად ავხსნი ესე ვთქვათ. რატო აირჩია ესეთი ისა რა ქვია ტექნიკა რა, რომ შერეული მეთოდი რატო გამოიყენა. თუ გავყვებით იმ ლოგიკას, რომ ეს არის სხვადასხვა ხელოვნების ისტორიიდან სხვადასხვა ეპოქებიდან აიღო, ანუ პიესა, კლასიკური რომანი და მოდერნული რომანი, მაშინ გამოდის, რომ ამათი გაერთიანება არის თითქოს დროის, ყოველ შემთხვევაში ლიტერატურის ისტორიის გაგებით დროის ზღვარს გაცდენა რა. იმიტომ რომ ავტორი, როდესაც ცხოვრობს ერთ ეპოქაში, წესით იმ ეპოქის ტექნიკით წერ. პოსტმოდერნისტები ესე წერენ, ისინი ისე წერენ, ისინი ესე წერენ. ხო? ეს ყველანაირ ტექნიკას იყენებს. მაშინ თითქოს
თუ თვლით რომ დროის საზღვრებს ცდება, აქ შემოდის დამატებითი ელემენტი, რომელიც გვამზადებს მარადისობისთვის. ანუ ნახე, სიკვდილით რომ თავდება, იქ რომ მთლიანად ტექსტი არის რაღაცა მარადიულ განცდაზე ლაპარაკი, ხო? არ სიკვდილი რო ეუნება, რომ არ მომკლათ თორე რაღაცა მე არ მოგეწონება. მოკლედ, არის უკვდავების თემაზე საუბარი და სიკვდილის სიცოცხლის ჭიდილზე. და ალბათ შეიძლება რომ ამ რაღაცა თუ ჩავთვლით რომ დროის საზღვარს ცდება, მაშინ მკითხველს გვამზადებს იმისთვის რომ ეს ამბები ეხა რასაც მე მოგიყვებით, დაგეხმარებათ იმაში რომ განიცადოთ ჭეშმარიტად სიცოცხლე და სიკვდილი. ოღონდ დრო მანდ არაფერ შუაში არ არის. დროის, აი თანამედროვე ადამიანი მაგას კარგად მიხვდება. იმის მაგალითზე რომ აი ძალიან რომ იმაშვები რა ქვია, რო ჩაგითრევს სკროლვა რა და რო დახედავ რომ 9 საათი რო გავიდა და 1 საათი რო გავიდა და ეხა დავიწყებ. აი ეგეთი დროის შეგრძნების დაკარგვა, ოღონდ ჭეშმარიტი სასიამოვნო ის არის რა. ანუ ფილოსოფიაზე კითხულობ, ამბებს კითხულობ და დროის შეგრძნება უნდა დაკარგო. და მართლა ეგრეა, კარგავ. და შეიძლება იყოს ფორმულა იმისკენ. მან შეკითხვა მექნება. ეგ მკითხველის აღქმა არის ეგეთი თუ პერსონაჟებსაც ეგრე აღაქმევინებს დროს? ჩემი აზრით პერსონაჟებს აქვთ ეგეთი აღქმა და მაგის დამსახურებაა რომ მკითხველს ანუ პერსონაჟების გავლით გადმოგვეცემა. მაშინ მაგ შენი ლოგიკით მე არ მესმის ფილოსოფიურ შეკითხვებში რო არის ეგეთი შეკითხვა ხოლმე რამდენი წლის ხარ და ესენი რო ეუბნებიან რომ სიტყვაზე 93-ში გადავაბიჯე. დგავარ რომ გადავაბიჯე დგავარ ანუ მაგაზე გეტყვი რა აზრი. ხო, აი, დროის საკითხში მაინტერესებს მაგაზე აზრი. მან არის სივრცე რა. ანუ ნახე, მე მახსოვს ეგრე ზუსტად ეგრე ასაკს ამბობდა ბაბუაჩემი რა, ანუ რო ეკითხებოდი, ან მაგალითად დაბადების დრო მქონდა, გავხდი 16 წლის. და მეუნებოდა რომ მე 17 წელს გილოცავოდა. რა მე 17 წელს, მეთქი 16 წლის ვარ. და მე რო ფიქრდებოდი, ანუ 16 შეგისრულდა და აშკარად მე 17-ში გადახვედი. მე რაღაცა მამა ჩვენების და დედა ჩვენების თაობისგან და მით უმეტეს ჩვენგან ეგეთი რამე მე 17 რაღაცა არ მომისმენია. ჩვენ მომავთ რომ 16 რაღაცა 40-ში 30. ჩემი აზრით ამგვარ ადამიანებს და ეს მთის ხალხია და რაღაცა ძალიან ანტიკური ისაა, რო ამბობენ რომ რაღაცა მე-80-ში ვდგავარ პირდაპირ არის სივრცის აღმნიშვნელი სიტყვა. ეგ ნიშნავს რომ ეს ადამიანები ასაკს აღიქვამენ არა შენს ნაწილად, არამედ შენს გარემოცემულობად, რომელშიც შენ ცხოვრობ რა. ანუ წლები, ესე ვთქვათ, და სიცოცხლე ანუ წლები არის სიცოცხლე, რომელიც შენ კი არ ხარ, არამედ არის და შენ ამ სიცოცხლეში ცხოვრობ. და მთავარი ამ სივრცეში არის ამბები. რასაც დააგროვებ. იმიტომ რომ ამბები გროვდება სივრცეში რეალურად. და იმაზე მინდოდა რა ქვია. რამდენი წელია სივრცეს იკავებ? ხო, ენებზე მინდოდა რა, ნახე, ქართველებს ხო გვაქვს მე ვარ 19 წლის. იმაშიც ინგლისურშიც ეგრე არის I am ფრანგებს აქვთ მე მაქვს. ანუ იყენებენ ქონაყოლის ზმნას. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ახლოს დგას ამათთან, ამ გუდამაყრელებთან. იმიტომ რომ ესენი თუ ამბობენ, ამათ თუ აქვთ აღქმა რომ მე არ ვარ ასაკი და მე ვარ ასაკში, ფრანგები ამბობენ რომ მე არ ვარ ასაკი, მე მაქვს ასაკი. დაახლოებით იგივეა, იმიტომ რომ როცა ამბობ რომ მე მაქვს 16 წელი, ეს ნიშნავს რომ მე ეს 16 წელი ვიცხოვრე და ამ 16 წელში არის ჩემი ამბები მოთავსებული. ანუ დადებითი მოვლენა, როცა შენ გაქვს ასაკი და კარგად გაფიქრებს რამდენად მიუდგები შენს ასაკს, რამდენად სწორად რა. მე უფრო აფასებ ალბათ სიცოცხლეს, როცა ენა ესე გაფიქრებს. ჩემი აზრით, ეს ერთ-ერთი მანიშნებელია იმისა, რომ ამ ადამიანებს აქვთ უკვე განცდა. იმიტომ რომ ანუ არ იზღუდავენ თავს არც დროით, არც სივრცით რა. კაი. ანუ ჩვენ თუ დროს და სივრცეს შევიზღუდათ, აი რასაც კანტი ამბობდა წმინდა გონების კრიტიკაში, რომ ადამიანის გონებას არ შეუძლია დროისა და სივრცის ბერკეტების მოცემულობების მიღმა იფიქროს. აგერ მაგალითი ლიტერატურული, რომ სივრცეს დრო ახსენით უკვე ავტორის გავლით და პერსონაჟების გავლით არის, რომ დროის ახმა არ აქვს შესაბამისად და სივრცე არის არ გაურბიან სივრცეს. ოღონდ ეს სივრცე თავად არ არიან რა, ანუ ასაკი და დრო და სივრცე არის გატოლებული. იმიტომ რომ მე 80 წელში ვდგავარ, ნიშნავს რომ წელი თან დრო არის და თან სივრცე. კაი. და ამ გაერთიანებით რაღაცნაირად იფერადებენ ამ ცხოვრებას რა, ენის გავლით. იმიტომ რომ ენა არის ძირითადად ის როგორ აღვიქვამთ სამყაროს, ხო? ეხლა მაგაზე 700 ავტორი წერს.
ხო და მაგაზე აი ეგეთი ის გამიჩნდა, რო წავიკითხე და ბაბუა ჩემი გახსნა. სიკვდილს რატო კლავენ? აღარ მესმის, თორე ისე მომწონს. ხო, აი მან უკვე ეს პრობლემატურია. ვილაპარაკოთ მაშინ მაგაზე. მე ვილაპარაკოთ? ხო, სიკვდილის უნდა დავხუროთ იმ სიკვდილის. კი ბატონო. ამბით უნდა დავხუროთ. ხო, მე მგონი აქ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა რა. ერთი ის რომ ომში მიდიან. ხო, ხო. მაგარ ომში მიდიან. ომში ქალის გამოსახსნელად. აჰა, დიახ, ომში. რამე ხომ არ გაგვახსენდა შემთხვევით? თირფაზო მაყურებელო, მე მგონი ყველა ვიდეოში ვახსენებთ მაგ საწყალ ამბავს. ხო. თან რა ლამაზად არის. აქ მაგ ამოწერილი მოიცა. ხო. საზღვაო ნაწილი. საზღვაო ნაწილი აქვს. ხო. ანუ მეტი რანაირად გითხრას რომ იმ ტექსტზე მაგ მინიშნებაო რა. არაგვი არის ერთადერთი წყალი. და ანუ კი გიხსნის რომ აქ იცი ზღვა არ არის, მარა მოდი დავარქვათ ზღვა. ხო და რავი თან მან რა მნიშვნელოვანი ამბავია, ეს ვინც არის ვაჟი გოგია თუ გოგი თუ რა თქვია. ხო. ბიჭო რას ანუ რა ამბებს ყველა წყლის ქვევით ვიყავი მოგზაურე წყალში 4 წელი თუ რაღაცა ნეტა არ დაუბრუნებული ყავი ჩამოვედი ამბებს გიყვებით აბა მეორე ტექსტი ხომ არ გაგვახსენდა იმავე ავტორის ხო ანუ ცხადია რავი რა რა მინდოდა რომ მოვედი ხალხი ხო რა მინდოდა არ გიფასებენ არაფერს ეს ხალხი ჩემი დარდი თან ანუ თავარსარდალია თავარი ტიპია დიახ მე ვიფიქრე რომ ძალიან ხوار იმას ხენი მეთქი რა გადავა ყოლე ამ ჰომეროს და მაგრამ აშკარად ეგ არის რა ანუ ძალიან ჩემთვისაც ძალიან აშკარად ზის რომ პირდაპირ არის ოდისეა და ილიადა რა მაგედან მოაქვს რა ანუ უბრალოდ იმდენად უმნიშვნელოა ეგ თან მაგაზე ვგიჟდები რომ იმდენად უმნიშვნელოა რომ ვაფშე ანუ ან მე არ გავყევი საკმარისად და ვერ დავიჭირე ახსნები მაგაზე მაგრამ რომ ძალიან უმნიშვნელო გამოდის და მე მგონია რომ ონს ორი კუთხით უნდა მივუდგეთ რა. ხო. ომი როგორც ფილოსოფიური და როგორც ლიტერატურული მოვლენა, იმიტომ რომ ორივეთი აღიწერება აქ. ხო, კი ბატონო. და მთელი მნიშვნელობა ჩემთვის მანდ იმას აქვს, რომ ომი როგორც ფილოსოფიური მოვლენა, ომის შემდეგ არსებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას. ანუ ომის შემდეგ ხდება უბრალოდ, ანუ ბრძოლა მორჩა ფილოსოფიურ საკითხი აღიჭრა. ხო, რამდენი წლის ხარ სიკვდილზე რას ფიქრობ, სიცოცხლეზე რას ფიქრობ ახლა და ამ წამს. და ყველა ლიტერატურული ამბავი, რომელიც ომის პერიოდში იქნება, არის წარსულზე. ძალიან კაი. და არა მარტო წარსულზე, არის იმ სოფლის უმნიშვნელოვანეს მოვლენებზე. რომ ერთი მოვლენა არის, რომ რაღაცა ძმებს შეუყვარდათ ერთი ქალი და იმ ძმამ ქალს დააბრალა რაღაც და ოკეი, რაღაცა. ერთი რომ ვიღაც ბიჭი და უძმაკას და არწივს და ამ არწივის გამო ამ არწივის თავი შეაკლა ვიღაცა თავი ბიჭო აი მაგამბოზე დამაჟო აი ამბავი ერთ წიგნში არ წამიკითხა რომანში არის 100 რომანი აი ეს კაცი არის არ ვიცი აი ბიბლიოთეკაში ვკითხულობდი იმ ამბავს რა არწივის ამბავს შუანდელმა რო დამიარა აი ბოლოს როდის დამიარა შუანდელმა ეგეთი ლამაზი ამბები ვინმე შეეგროვებინოს არა მეც არ მისმის აი ხო, ეგ ძალიან მაგარი რაღაც თქვი შენ, რომ ანუ ლიტერატურა აქ ყოველ შემთხვევაში წარსულზე ამახვილებს ყურადღებას და ფილოსოფია არის პოსტფაქტუმ ამბავი რა. და ეგ რა მსხვერპლია, იმიტომ რომ მე რომ ვფიქრობდი, ანუ როგორ უნდა გავალოთ ლიტერატურულ და ფილოსოფიურ ამბებს შორის თქო რა. და დაახლოებით ეგეთი აზრი დამება და რომ ფილოსოფიური პასუხები რაც აქვთ, იმიტომ რომ ლიტერატურული ამბების პოსტფაქტუმ გადააზრება მოხდა ეგრე. კი. და მაგის ერთი დასტური მაქვს მაგალითად ის რომ დედას რო გააუპატიურებენ შვილის წინ და ეს შვილი რო დაიწვება მერე სახში. მან მთავარი დარდი როცა ეკითხებიან ფილოსოფიურ შეკითხვების და დარდის შეკითხვებიც არის ის რომ ერთი მოცემული ხო ნუ დარდი და ფილოსოფია მაგის თქმაში ერთიანდება და ეგ არის რომ როდესაც შვილი დაიწვება სახში. ეგ არის უდიდესი ტრაგედია. რას ფიქრობთ სიცოცხლეზე? დანაშაულის შეგრძნება. ხო, კი. რას ფიქრობთ სიტყვაზე სიცოცხლეზე ან სიკვდილზე და აუცილებლად მათი პასუხი რაღაცა კუთხით მიემართება იმას, რომ ბავშვი გარდაიცვალა სანღაც. და ნუ ეს მე გოდერის ჩოხელის კიდე ერთი ესეთი გენიალური გასროლა არის, რომ ხალხო რა ცივილიზებულობაზე და რა გენიალურობაზე და რა ყვა გვაქვს თავში და ერთმანეთთან კომუნიკაცია გვაქვს ვლაპარაკობთ, როდესაც ჩვენი მთელი არსებობა არის ლიტერატურული ამბებზე პოსტფაქტუმ დაკვირვება და იქიდან გამომდინარე არსებობა. ხო, ლიტერატურულ ოღონდ ანუ მაგაში მე მგონი არ გულისხმობ რომ აუცილებლად ვიღაცამ დაწერა. არა, პირიქით უმნიშვნელოა. ამბავი რომელიც გადაგვხდა და რომელიც ატარებს რაღაცა ბირთვის ფუნქციას საზოგადოებაში. ანუ ხო, რაღაცა ეგ. თავარი ამბავი მან გენიალური შემკვრელი მექანიზმი ხდება ორი წამი მიგეთხოვები.
ბოლო ტექსტის დასასრული, ანუ რეალური დასასრული რაც არის და არა ის მოთხრობა, არის სად არის? აგერ. ხო. ერთი არის ეს, რომ რა არის სიცოცხლის სევდა არის ნამდვილად ყოფნის ტკბილი სევდა. კი. სიკვდილის სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა. და მთლიანი ტექსტი ის არის განსხვავება ადამიანობასა და არა ადამიანობას შორის როგორ შეიძლება დავიჭიროთ. და ყველა ფერი რაც მოყოლილი არის ადამიანად ყოფნის პოსტფაქტუმ გააზრების პასუხები. და ეგ გენიალური მიგნება და ადამიანად ყოფნის გამოცდილებაზე არის მთლიანი ამბები რა. ის სად არის დარდის მატარებელი ნაშრომი არის. დარდის მატარებელის სტანდარტი სად არის? დარდის მატარებელი. მაიცა სანამ იმამბავს და აი სანამ ეგ არის უბრალოდ როგორ კრავს მე ტექსტს ანუ გეუბნება პირდაპირ მე რაზე დავწერე ტექსტი და ანუ სიკვდილის ღრეობამდე კიდე არის მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც რეალურად ანუ ეს სიკვდილთან ღრეობა არის პარალელი დასაწყისთან და დარდი ნომერი 1 არის პარალელი იმ ამბავთან რომელიც მოიყოლება და აქ რო ამბობს დარდის შემგროვებლებს რო ეუბნებიან რომ რა გადაარდებს და ამობენ რომ იწყება კრეფენ სამხედრო ძალებსა და დაჰბუგავენ დედამიწასა ჩამოაგდებენ მთვარესა და ანუ მან ხვდები რომ რეალურად ეს ვინც დარდების შემგროვებელი ანუ მაგას ზუსტად ისმოსდის, რაც მოვიდათ იმ ადამიანებს, რომლებისგანაც ფილოსოფიურ სადარდებელს და სალიტერატურო ამბებს აგროვებენ. რომ ამ დარდის შემგროვებელს მაგამდე სხვა უფრო მნიშვნელოვანი დარდი ქონდა, მაგრამ როდესაც მოხდა ლიტერატურული ამბავი, იმის პოსტფაქტუმ ანალიზი ის იყო, რომ მოდი ომი აღარასდროს მოხდეს. სხვისი დარდის ის გახდა რა ქვია. სამყაროს დარდის. ხო. სამყაროს უდიდეს მასშტაბის. აი გენიალური კაცი მე ძალიან მიყვარს ეგ დარდის შემგროვებელი. შეუძლებელია მაგაც გაიქცეს. ხო, რა თქმა უნდა. მაგაზე სხვათა შორის ის მქონდა ბიჭო. იქ თან ძალიან ტრაგიკული წარსული აქვს, ხო? ანუ უყვარდა ქალი, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო, ხო? თუ დაიხრჩო. თავი მოიკლა, ნინო. და საბოლოო სოფელი, სადაც მიდიან, არის ვისი სოფელი? ნინოს სოფელი. და ხვდებათ ქალი, რომელმაც თავი მოიკლა. და იმას ქეთინო ქვია, მაგრამ რო წავიკითხე რომ ქეთინომ თავი მოიკლაო, რო წერია, მეთქი ეს უეჭველი ნინოა მეთქი რა. და ანუ თუ ეგრეა მართლა, რომ ეს დარდების შემგროვებელი ის შეთე, ვისაც უყვარდა ის ქეთინო, ვინც თავი მოიკლა. მაშინ გამოდის რომ ერთი ქალი უყვარდათ რა. კაი მისმის? ოღონდ აქ გვაფრთხილებს წინასწარ ძალიან ისე უშვამს ხას რა ქვია ავტორი რომ ეს დარდების შემგროვებელი არის კაცი რომელმაც დაკარგა ნინო და საფლავებიდან ცოტა მოშორებით დამარხეს დიდებათიდან იყო და რა ამის მერე წავიდაო ისე რა ქვია შესაგროვებლად ანუ ძალიან ხაზგასმული ეს დავიმახსოვრე სპეციალურად რა და მე რო ამბობენ აგერ დიდებანში მივდივართ, აგერ მივაწერე რომ ეს ის სოფელია, საიდანაც იყო დარდის შემგროვებლის სიყვარული მეთქი. და ბოლოს ხვდებათ გარდაცვლილი ქალი და ძალიან ადამიანური ის გამიჩნდა, რამე არც არაფერი მას არ ვაპირებ ფილოსოფიურ ანალიზს, მაგრამ მუღამიც ეგ არის რომ იმ ამბების კითხვის მერე გამომიმუშავა ჯოხელმა რაღაც გვარი ინტუიცია რომ ამბებს შორის ააგო ხიდი რა. ხო, კი. ოღონდ ნუ ძალიან ისეთი უფრო ტრაგიკული გამოდის მე ერთი და იგივე ქალი თუა. და მან ანუ ერთი და იგივე ქალის ამბავი მესმის, მაგრამ მან უნდა წარმოიდგინო, რომ ნინოს სადაც მარხავენ, იმიტომ რომ საფლავის მოშორებით მარხავენ. ქეთინოსაც იქვე მარხავენ. მოშორებით ქალაქიდან, იმიტომ რომ ორივე სუიციდია რა. ორივე თავი და ძალიან ბევრგანა აქვს სუიციდის და ზოგადად სიკვდილის. ერთგან ქალი იხრჩობს, სხვა ქალი კიდე ხო იხრჩობს. თავს და მანდ რაც უნდა აღწერს ბიჭო და თავ რო გადახტება და ხო და მაგამდე რო ამბობს რომ ამ ქალსო დამოწყდა სახელი ძელი შავით მაქონდაო და როცა მიდიოდაო იმას პურის იმას რო თავებს რო შეადა რა ხო აი ეგ და მე რო ამბობს რომ და ამ ქალმა რო თავი დაიხრჩო მტკვარი იყო შავი მე ხსადეწერა მაგ ქალის თვითკვლევის ამბავი ეგრე იყო აღწერილი მაიცა არ მახსოვს. ეგ ძალიან ჩამრჩაცუდა. ხო, მახსოვს, ანუ ის მოხუცი რო ყובה. მაგალს ერქვა სალონე. და მტკვარი ხომ შავია. ეგრე. მტკვარი თუ არაგვი? მტკვარი, არაგვი. ხო. მოდი ხალხო გაჩული ვარ. იმაზე მინდოდა რა ქვია. მაგ იმაზე
პურის ყანას რო შეადარა ოფელიას სიკვდილი არ გაგახსენდა ანუ მიდის ხიდზე გადის და ხტება მაშინ რა ქვია არაგვში წყალში და მერე ანუ რაღაცნაირი ოფელია ხო არ წევრი იძირება და ეს რაღაც თმებიც რაღაც ეგეთი კადრი მახსოვს ოფელიაზე რომ თითქოს თმები წყალში რაღაცნაირად და შეიძლება ჩემი მოვიგონე ხა და კინო კადრად მახსოვს მაგრამ ნაწარმოებში არ მახსენდება ეგეთი სცენა მაგრამ ძალიან მარტივად დავაკავშირე ოფელიას სიკვდილთან აი იმაზე რა ქვია სალომე ლიდიაურის სიკვდილი ვისაც კაი გადაიკითხა რა ქვია იმაზე მინდა რა ქვია თქმა აბა ერთი დეტალი რაც მინდა აღვნიშნო არის რომ ეს ნუ ხა კულტურული ფენომენია და ჩოხელის მოგონილი არ არის ამ შემთხვევაში მაგრამ ეს ცხადი არ აკნინებს ყველა გვარი არის ადგილთან მიბმული რა ჩოხი ჩოხელი ხოზიდან არის ხოზელი ლიდადან არის ლიდიაური ეგ ძალიან მაგარი ის არის რა ქვია ფენომენია რა იმიტომ რომ შენ პირდაპირ იცი შენი რაღაცა სისხლი რო კონკრეტულ ადგილთან არის მიბმული და ეგ არის აი რამდენად ანტიკური მოვლენა წარმოიდგინე რომ გვარი და ადგილი არის ერთი და იგივე აი არ ვიცი პირდაპირ მიუთითებს რაღაც აი აქაც რაღაცა თითქოს დრო იმაშობა რა დრო გადის იმიდან რა ქვია ანუ იმიდან რა ვიცი ვიდან რა ხო მოკლედ მნიშვნელოვანი აღარ არის აქტიმის წერტილიდან ხო დროს ვწდებით და ეგ ძალიან მომეწონა და ამაზე ხო არ გინდა რამე არა ერთ რაღაცას აღნიშნავ და მე გადავიდეთ იმისკენ რა ქვია სიკვდილისკენ ეს რა ქვია მღვდელი რო რაღაც აშენება უნდა მაგაზე მინდა ვთქვა რა ანუ არის მღვდელი სოფლის დეკანოზი რომელსაც უნდა დაანგრიოს ყველანაირი სახლი გუდამაყარში ყოველ შემთხვევაში ჩოხში უეჭველად კაკლის ხეები გამოყენებით და ამ სახლის მასალებით ააშენოს ძალიან დიდი შენობა რომელსაც ექნება ბევრი ოთახი და ყველა ერთად აქ იცხოვრებს ყველანაირი ცხოველი ყველა ადამიანი გუდამაყრელები და ექნებათ რაღაცა თითქოს ერთიანი ისაა ძალიან ბევრი განსხვავებული ის გამიჩნდა ინტერპრეტაცია რა რას ნიშნავს მეთქი რადგანაც დეკანოზია პირველი ცხადია ბიბლიური ინტერპრეტაციები გამიჩნდა ნუ მანდ არის ორი ამბავი ერთი გაგახსენდება უეჭველი ნოეს კიდობანი ანუ რაღაცას აშენებს ეს ადამიანი რითიც უნდა რომ გადაარჩინოს მოსახლეობა მაგრამ ნუ რატო უნდა რისთვის სჭირდება ნუ თუ ის არის კიდობანია მოგზაურობის თემა მარტივად ჯდება რა თითქოს ანუ ეს ხალხი იყრება და ერთად მიდიან სადღაც კიდობანში არიან თვითონ მეორე არის რომ ბაბილონის გოდოლის აშენება უნდა რაღაცა დიდი შენობა რაც ბიბლიიდან გამახსენდა ოღონდ რისთვის სჭირდება ბაბილონის გოდოლის აშენება ღმერთთან რა უნდა ამ დეკანოს ეგ ვერ გავიგე ეს მოთხრობა არის დაწერილი 80-იანი წლების დასაწყისში თუ სწორად მახსოვს ან 70-იანი წლების ბოლოს მოთხრობა კი არა ის საკაცო ხო რომანი ადამიანთა სევდა 80-იანებში საბჭოთა კონტექსტი მინდა რომ შემოვიყვანო ვერ ანუ ეს უკვე ესეთი პერიოდია როდესაც გრევა დაწყებული აქვს გოდერძი ჩოხელზე ნახე ეგეთი ამბავი რომ შევარდნაძე როცა იყო კომპარტიის პირველი დივანი მოკლედ დაიბარა ჩოხელი და უნდა და გაეგზავნა მოსკოვში პარტიის ყრილობაზე. და ესე უთხრა და ნუ მე უპასუხა გოდერძი ჩოხელმა რომ მე რო არა ვარო პარტიის წევრი რანაირად გამაგზავნითო და ნუ ეგო არ არის რთული ამბავი გაგაწევრიანებთო. და კარგია თუ შეიძლება რომ დავფიქრდეო რა. გავიდა იქეთ ოთახში, დაახლოებით 1 საათი ფიქრობდა და მასთან შესულა ჟიული შარტავა. აი საფხაზეთის ცნობილი ეროვნული გმირი და უკითხავს რომ აბა რა მოიფიქრეო გოდერძიო და არ შემიძლიაო რა მოკლედო მე ვერ გავხდები კომპარტიის წევრიო. ანუ ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ საუბრობთ ადამიანზე, რომელიც ყველაფერთან ერთად არის აბსოლუტურად ეროვნული ფიგურაც რა.
ანუ მინიმუმ ის რომ კომპარტიის წევრი არ ყოფილა, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ამიტომ ლოგიკურია რომ საბჭოთა კონტექსტი არ უნდა დაგვავიწყდეს, ანუ ის ეპოქა, სადაც არის დაწერილი. თუ ბაბილონის გოდოლი არის, მაშინ ეს დეკანოზი აშენებს ღმერთისთვის ასასვლელად. იმიტომ რომ მოუყვეს აქ რა ამბები ხდება. იმიტომ რომ აქ ღმერთმა არ იცის რა ხდება, იმიტომ რომ მიცოდეს ან ჩაერეო და არასწორი ხედვა მესმის ახლა თეოლოგიურად არ ჩაერეოდა, მაგრამ ანუ ისეთი ამბავი ხდება, იქ ჰოლოკოსტზე როგორც ამბობენ, რომ თუ ღმერთი იყო ეს რატომ მოხდა? საბჭოთა კავშირზეც დაახლოებით იგივე თქმა შეიძლება რა, აი ეგრე. მაშინ იმიტომ აგებს რომ მივიდეს და მოუყვეს ეს ამბავი, რაც ძალიან სუსტია თეოლოგიურად და ლიტერატურაში დავრჩეთ მესმის და მესამე. ბიჭო, ძალიან მარქსისტული იდეაა ეს. ყველამ ავაშენოთ რაღაც საერთო სახლი, დავანგრიოთ ჩვენი კერძო სახლები, რავი გუდამაყარია ესეთი ძველი ადგილი. რაღაცა წინარე ქრისტიანული ტრადიციებია შემორჩენილი, წარმოიდგინე რა ძველია, ხო? და ეხა მოდი ავდგეთ, დავანგრიოთ ჩვენი სახლები და ერთად ვიცხოვროთ, რომლის გამოცდილებას არ აგვაქვს ჩვენ. რატო უნდა ვიცხოვროთ გუდამაყრელებმა ერთად? ისედაც ვცხოვრობთ ერთად, მაგრამ კერძო სახლები გვაქვს, კაცო, ხო? არ გქონია ამის გამოცდილება ჩვენ. მაშინ რა შუაში, ანუ რაღაცა ცოტა ისე ძალიან ჰიპოთეტურად და ძალიან უტოპიურად და ძალიან მესმის. ბოდიში და ცოტა სულელური იდეადაც ჩანს რა. იმიტომ რომ იქ წერია რომ აი პირველ ოთახში რო შეხვალ ფეხზე გაიხდი, მეორე ოთახში კამარს მოიხსნი, მესამე ოთახში ტანზე გაიხდი, რა სისულელი, ხო? ანუ მაშინ გამოდის რომ პირდაპირ კომუნიზმის კრიტიკაა რა, იმიტომ რომ ეს რაღაცა საერთო იდეები რომ ერთად ვიცხოვროთ, ერთი გავინაწილოთ, ერთი ვჭამოთ, ერთი სვათ, არ არსებობდეს კერძო არაფერი. ეგ არის ზუსტად კომუნიზმი და ეგ არის ის რა ეპოქაშიც დაიწერა ადამიანთა სევდა. მაგრამ ამას რო დეკანოზი ამბობს, მანდ უკვე ვიჭედებით, იმიტომ რომ რატო ამბობს დეკანოზი ისეთ იდეას, რომელმაც დასაბუთებულად შეიძლება მარქსიზმამდე მიგვიყვანოს. იმიტომ რომ მარქსიზმი პირდაპირ არის ათეისტური იდეოლოგია მოიხსენიათ, ხო? მანდ უკვე ცოტა დეკანოზსაც უდგება წყალი. თან ხო აფიცებს რომ დამეხმარებით. ხო, ყველას აფიცებს რომ თქვენ ქალებს მოგცემთ და თუ მოგვინდება თქვენი ქალები უარს არ გვეტყვით და თან კაკლის ხეებსაც მოგცემთ. მანდ მე მგონია რომ ტექსტს რო გავყვეთ. მანდ მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით უშუალოდ გუდამაყრელების მიდგომა რომ უკუღმა უნდა დავატრიალოთ. როგორ? იმით გუდამაყრელების მიდგომა საკითხებთან. ხო. ქალი გამოგვაყოლე, ომი როგორ დავიწყოთ, ომი როგორ წარუმართოთ, დეკანოზმა რა უნდა ილაპარაკოს, რა უნდა ავაშენოთ, ეს ყველაფერი რასაც გვიყვება გოდერძი ჩოხელი, რომ გუდამაყრელებს ეს უნდათ, ეგ უკუღმა უნდა დავატრიალოთ. იმიტომ რომ გუდამაყრელების იქით აბსოლუტურად ყველაფერი რასაც ესენი ამბობენ, უარყოფილია არგუმენტირებულად, რომ ანუ მთელი ტექსტი ის არის, რომ ესენი მომენტი რომ ქალი გამოგვაყოლე თუ გინდა. მთელი ტექსტი იმაზე არის, რომ ანუ ადამიანური შევდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ქალებს მათი ნებართვის გარეშე როგორღაცნაირად ექცევიან. ხო? ეგ ერთი კიდე არის რომ ომი ეგრე უნდა წარიმართოს, ლოგიკურია იქ, ხო? ანუ ესენი ხო, ანუ რავი, სამ დღეში ავიღეთ თუ 30 თუ 30 აი ბევრი თქვი 15 ქალაქის ეს სოფელი. რომელიც სოფელი სიგიჟია, ანუ წყალი არ გაქირგულიო და წყლის დანაყოფი გაქვს, სიგიჟია. წერილებს აგზავნი ყოველ დღე დებილობა, ანუ ხო ხტები რას ვამბობ მე რა, რომ ეგ მიმართებები უკუღმა უნდა დავატრიალოთ. და რასაც გუდამაყრელი ლოგიკაში არ ჯდება რაღაცა. ხო და პირიქით მაგის საპირისპირო მოცემულობა და ზუსტად საპირისპირო მოცემულობა დაждდება ლოგიკაში. რომ ერთად კი არ ვიცხოვროთ. პირიქით, ანუ გუდამაყრის მღვდელს რა წარმოადგენს აქ, იმის საპირისპირო წარმოდგენა იქნება მართალი. ანუ საერთო საცხოვრებელი კი არ გქონდეს, ერთად კი არ ვიყოთ, პირიქით, თავისუფლად ვიყოთ, ჩვენ თემაში ვიყოთ, ისინი ვაკეთოთ, ეს შემაკეთოთ. მიხვდები რა შეგა? კი. და მეორე უფრო ამაზე ინტერპრეტაცია მაქვს მაგის. ჩემ ეს მოდელი ბოლოს სიკვდილით არ დაძმაკაცდება და უნდა რომ იცის რომ სიკვდილი მხოლოდ 100 წელში ერთხელ მოდის, 100 წელში ერთხელ 1000 წელი, ვადაში მილიონი 1000 მილიონ წელში ერთხელ ჩამოდის სიკვდილი და თუ მილიონი წელში ერთხელ ჩამოდის, მოდით ყველა ერთად დავხდეთ, იმიტომ რომ იმას ძალიან მოწონდა რომ ყველა ერთად ვიყავით და ერთად ვხელობთ და ისეთ დროს არ მოვიდეს როცა ერთად არ ვიქნებით. ამიტომაც ყოველთვის ერთად ვიყოთ ყველა. ეგ ლამაზი ინტერპრეტაცია უბრალოდ არ მჯერა მაგის. და მესამე სახის ინტერპრეტაცია რაც პირველივე წაკითხვაზე გამიშთა რაც უკუვაგდე, იმიტომ რომ ლოგიკა ვერ დავიჭირი, არის ჯოჯოხეთის შრეები ხო არ კეთდება შემთხვევით იმითი, რომ პირველ ოთახში ეს ხდება, მეორეში ეს ხდება, მესამეში ეს ხდება, მეოთხეში ეს ხდება და შემთხვევით პარალელად ხო არ შეგვიძლია ჯოჯოხეთის წრეებთან მივიყვანოთ მეთქი და ვერანაირი ლოგიკა ვერ ავაგია, ამიტომაც დავივიწყე.
ანუ რასაც აშენებს ჯოჯოხიც ხო არას. ეგ თან ეხმიანება იმას რომ უკუღმა უნდა. იცი რა, საკმარისად არ არის აღწერილი რომ ეგ მაგას მიუხვდარიყავით რა. და მაგიტო შეიძლება რომ ხო, იმიტომ რომ მე ყოველდღე წარმოგიდგენდა მქონდა რომ რატომღაც გუდამაყრელები სიკვდილის მაცნეები არიან. სიკვდილი ყველგან სადაც მიგდიან სიკვდილი ფუნქციონირებს. აბსოლუტურად ყველა ამბავი რომელიც მოიყოლება სიკვდილთან არის დაკავშირებული, აბსოლუტურად ყველა შეკითხვა, თითქმის ყველა შეკითხვა რომელიც მნიშვნელოვნად ისმევა ფილოსოფიურ დანართებში არის სიკვდილის ამბავი, მაგრამ ერთადერთი რაც არ ხდება იქ რომ მიდიან არის ვიღაცა არ კვდება. არავინ არასდროს არ კვდება. და არის წარსულის ამბები და სიკვდილის მაცნები არასწორად მომწუდად თქვი. სიკვდილის მაცნები კი არა იმის მაცნები რომ სიკვდილი აღარ არსებობს. ხო, მაგრამ ის რო არის დაკრძალვა ბოლოს. ეგ არის ერთადერთი ქალაქი რომელიც არ დაემორჩილა სიკვდილის სიკვდილს. მოიცა, ეგ ქრონოლოგიურად მანამდე ხდება. არა, სიკვდილი მანამდე კვდება. სიკვდილი ბოლოს არ კვდება? მანამდე კვდება. აქ ბოლო ნაწილში. აქ წერია რომ სიკვდილი აქ კლავენ სიკვდილს. ხო. ხო და ის ჯერ ის ხდება თუ ეგ ხდება იქთან ვიცით. ხო, ეგ არ ვიცი, მან მართალი ხდება. მე უბრალოდ ჩემ წარმოდგენაში ჯერ ეგ ამბავი ხდება და მე სიკვდილი კვდება. იმიტომ რომ ჩემ წარმოდგენით როგორ დავაგდა მოთხრობა იცი? სიკვდილი მოკვდა, ანუ ბოლო მოთხრობით იწყება, რაც არის სიკვდილი მოვკალით და გუდამაყრელები ავიყარეთ რომ ხალხთან წავიდეთ და ვამცოთ რომ სიკვდილი მოკვდა. და უთხრათ რომ და მათი ანუ სიკვდილის ბოლო სიკვდილის ამბები, იმიტომ რომ ყველა ამბავი რაც მან მოიყოლება რომ ეს მოკვდა არის თითქმის ბოლო ამბავი რაც მოხდა მაგაც სოფელში მნიშვნელოვნად და ეგ ამბები წამოვიღოთ ჩვენ აქეთ. ანუ всё სიკვდილი ამოვიღეთ სურათიდან რა. და ადამიანთა სევდაც მაგიტო ქვია დაახლოებით რომ ეს არის მნიშვნელოვანი სევდა და მე გიყვებით ამბავს თუ ეს სევდა როგორ გავაქარწყლეთ. და აქ რომ თავდება რომ სიკვდილით სევდა არის ადამიანად არ ყოფნის სევდა, ეგ მეორე ნაწილი თითქოს ქრება, მაგას ამბობ? არა, იმ პირიქით არ ვიცი. ხო, ადამიანად არ ყოფნის სევდა ქრება. ანუ ადამიანი, ხო და ეგ უკვე შეკითხვად რჩება ჩემთვის, რომ ეს ხალხი ადამიანები არიან თუ არა. ანუ შავეთში ხდება ეს მოქმედება, მაშინ სიკვდილს არაერად გვაქვს. იმდენად ჩახლართული მოთხრობა რომანი აიდეაში მოთხრობა არ არის იმდენად ჩახლართული რომანი გამოდგა ეს ჩემთვის რომ ინტერპრეტაციები შემოდიოდა და ვერ გამქონდა ფონზე ვერც ერთი. ანუ ვერ ხვდებოდი სად შეიძლება და ჯოჯოხეთში ხდება მოვლენა, არა, მე ვთქვი მე არა, შეუძლებელია ჯოჯოხეთში ხდება და მე სიკვდილი კვდება და მაგის მე არავინ კვდება, ესე იგი სიკვდილი მაგ ყველაფრის მე კვდება თუ არა, ანუ ვაფშე ვერ ვალაგებდი მოთხრობას რა. ხო. და გავგიჟდი და ჩემ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვნად აი ეს მე რაც ამოვარჩიე რომ მე ვთქვი ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ფილოსოფიური და ლიტერატურული ამბის ეს ხაზი რომ ლიტერატურის პოსტფაქტუმობა ხდება მე საზოგადოებრივი ცნობიერი ერთი ამბავი და სიკვდილთან დამოკიდებულება ადამიანების რა დამოკიდებულება გვაქვს სიკვდილთან როგორ მოვლენად ვიღებთ რა მე ძალიან მომეწონა ის რომ თქვი რომ წავიდნენ უნდა ჯერ ეს მოხდა სიკვდილი მოკლეს და მე ამბების შეგროვებას იწყებენ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ უკვდავებაში მეხსიერება არ არსებობს. ანუკვდავებაში ნუ ვერც გაძლებ მეხსიერებით ალბათ, იმიტომ რომ რა ვიცი, overload-ი. ხო, ანუ ზედმეტია მოკლედ მეხსიერება. ეგ ცნება საერთოდკვდავების მდგომარეობაში არ არსებობს. შესაბამისად, მხოლოდ მოკვდავებს აქვთ მეხსიერება. თუ მოკვდავებს აქვთ მეხსიერება, მაშინ ამბები მხოლოდ მოკვდავებს ექნებათ, ხო? ყოველ შემთხვევაში მოყვებიან მხოლოდ ისინი, შესაძლებლობა ექნებათ მოყოლის. ანუ გამოდის, რომ სიკვდილი სანამ არსებობს, მანამ იარსებებს ამბებიც, ხო? და თუ სიკვდილი უქმდება, მაშინ წამოდი და სანამ ცოცხლები არიან მოკვდავები, შევაგროვოთ ეგ ამბები, ხო? კარგად ჯდება ძალიან. კი, მომწონს აი, მე გინდა უბრალოდ გულის მომხანველი ინტერპრეტაცია იქ ჩემთვის, თორემ მოთქვა რომ სიღრმემიან ცეტექსტს მეთქი გამიჭირდება სიღრმემის. აუ ერთი-ორი სიტყვა მინდა ვთქვა მე გუდამაყრელების და ზოგადად მაგ ტერიტორიაზე მყოფი ხალხის სოციოკულტურული დამოკიდებულება უხეშად რომ ვთქვა ქრისტიანობასთან რა, ანუ რელიგიასთან. იმ ამბით რომ დავიწყო რომ რო გაქრისტიანდნენ გუდამაყრელები არ იყვნენ წესი სხვა ხალხი იყვნენ გვერდზე ხალხი
მოკლედ ხალხს მაინც მღვდლის გარეშე რომ მარხავდნენ ამბავი რომ ამან მოყოლილი და ხალხს მღვდლის გარეშე რომ მარხავდნენ და პატრიარქთან რომ ჩადიან მე რომ დაუძახებს ის კაცი მცხეთაში და რო ეტყვის რომ მღვდლის გარეშე არ დამარხავ თუ არავინო და მღვდელს რო გაატანს და რო ჩავლენ და კაცი რომ მკვდარია და რომ მარხავენ და მღვდელს რო ჩააყოლებენ რა მე რო ერთ კვირაში ბრუნდებიო რომ მღვდელი აღარ აქვს კაცი უნდა დავმარხავ და გაგვეტანიო და ის კაცი რო გაგიძება მე მან ეგეთი ფრაზა არის ნათქვამი რომ დღის ბოლოს განაის გაქრისტიანდნენ, ანუ მან პატრიარქმა არაფერი არ უთხრა, მღვდელი გააყოლა, მაგრამ ფაქტია რომ მაგის მერე მღვდელი აღარ ჩაუყოლებიათ მიცვალებულისთვის, ხო? ანუ ეგეთი რაღაცა წერია აზრობრივად. მაგრამ ან ჩემ წარმოდგენაში ეგრე დაალაგდა, რომ ზოგადად როდესაც ქრისტიან ადამიანს ეკითხებიან სიკვდილის სიცოცხლის საკითხს, მისი პასუხი ხო ქრისტიანობიდან ამოდის. ანუ სიკვდილის მერე სიცოცხლე კი არა, სიკვდილის მერე რაღაცა არსებობს, არსებობს, გაჩვენებულ შეკითხები, რომელ ქრისტიანს ეკითხები კათოლიკისთვის არსებობს. ჯერ საქმეში ხო, afterlife ეგრე წოდებული ყველასთვის არსებობს, მაგრამ ამათი პასუხები მაგ ჭრილში არ მიდის. ვერ ჯდება ქრისტიანობაში. ვერა. და კი და ეგ არის გენიალური დარტყმა აქედან, ანუ კარგად აღწერს ხალხის დამოკიდებულებას, რომ მათ ბოლომდე ვერ მოახერხეს გაქრისტიანება, იმიტომ რომ მათ ქრისტიანობაში ინტეგრირებული არის წარმართული კულტურის ელემენტები რა. ეგ ძალიან კარგი. ეგ მარტო გუდამაყარში არის, ეგ ზოგადად საქართველოს მთაში არის, მაგალითად ეხლა ჩვენ რო ვიყავით თუშეთში, იახსრობაზე, ნუ იქ პირდაპირ არის იახს არის წმინდა გიორგით, ძალიან ის არის რა ქვია. შერწყმულია ძალიან და მაგას ზოგადად ეგ მარტო საქართველოში არ არის ეგ მოვლენა მაგას ანთროპოლოგები ძალიან ისე იკვლევენ ღრმად და ძალიან საინტერესო მოვლენაა სხვადასხვა. ეგ კულტურული ახსნა არის მაგის რატომაც ცემენ მაგ პასუხებს, მაგრამ მეორე მხრივ რომ დაუკვირდე ეგ არ არის ანუ შეიძლება აიხსნას უბრალო ადამიანურ დონეზეც რა, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ ახლა კულტურულად ვართ ქრისტიანები, მაგრამ კაცმა არის ის რის წამს, ხო? ახლა შეიძლება ლაპარაკობს ვინმე, მაგრამ ჩვენ რა ვიცით იმას რის წამს. სიკვდილის წინ აი ის არის მომენტი, როცა ვართ გულწრფელები, რომ არ ვიცი, შეიძლება ვცხოვრობთ ქრისტიანული წესით, მაგრამ გულის სიღრმეში გვწამდეს, რომ მართლა არ არსებობს და რომ გარდაცვალება არ არსებობს და არსებობს სიკვდილი რა მარტივად რომ მოკვდები დამთავრდება ყველაფერი. ამიტომ ეგ უფრო მე ადამიანურ ჭრილში აღვიქვი, რომ აი მაინც რა ტრაგიკულია მიუხედავად რწმენაში ცხოვრებისა, შესაძლოა რომ ესე დაამთავრო ესე რა ქვია რა. აი რამე ძირითადი თემა ხო არ დაგვრჩა ესეთი, რაზეც არ მე მგონია რომ დარდეს ვილაპარაკეთ ფილოსოფია ლიტერატურა მნიშვნელოვანია და დეტალები და უბრალოდ ფრაზას წავიკითხავ, სანამ დავამთავრებ. პროსტა წავიკითხავ. არ კვდება ცხვარშო თავს მოაჭერიან და ბოლო მოხრობაში. არ კვდება. ხანდახან ეგრე იცის, იგვიანებს, სანამ სიკვდილი არ მოაკითხავს. რომ არ მოაკითხავს, ეგ არ შეიძლება, რატომ? ეგეთია წესი. ოკეი. მოკლედ საბოლოო ჯამში რო ვთქვათ, ეს არის რომანი, რომელიც ნუ შინაარსობრივი თვალსაზრისითაც რა ამბავიც არის მოყოლილი, სადაც ვითარდება, მე ძალიან მესიამოვნა მისი წაკითხვა, იმიტომ რომ ეს არის მხარე, სადაც რომელიც ძალიან დიდ გასახანს გაძლევს მწერალს, იმიტომ რომ არ ვიცი ამბები აქ თუ არ ხდება, მაშინ სად ხდება, ხო? ეს არის მთა არის ზოგადად თავგადასავლების და ამბების ადგილი. და გოდერძი ჩოხელიც ჩემი აზრით სათანადოდ არ ყავს დაფასებული. როგორც პიროვნება ყავს და გვიყვარს, მაგრამ როგორც ავტორი, როგორც მწერალი, რატო არის ეგეთი დასაფასებელი, ეგ ჩემი აზრით ჯერ ვერ გვაქვს გათავისებული, ჯერ 20 წელი გავიდა 20 წელი გავიდა 19 გარდაცვალებიდან და შეიძლება ლოგიკურიც არის, მაგრამ რა ვიცი ხა. დავაფასებ მე. ამ ხელა ადამიანები თვის საკმარისია 20 წელიც. შეიძლება მალევე დააფასო. გივი ბერიკაშვილის იმას წავიკითხავ, რა ქვია, რას ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში გოდერძი ჩოხელზე. გოდერძი ჩოხელი ვაჟა ფშაველაზე ამბობდა, ვაჟას ღმერთები ათამაშებდნენ ხელში. ხელიდან გაუვარდათ და ჩვენთან ჩამოვარდა. ამიტომ ბედნიერი ხალხი ვართო. შენ საიდან გაჩნდი? ვკითხე. მე მიპასუხა, მე ვაჟა ფშაველას ვეჯექი პატარა ჯიბეში და მას გადმოუვარდიო. უცნაური ხალხი ვართ ქართველები, უფალი ვაჟას რომ გამოგიგზავნის, ფიროსმანს, გალაქტიონს, ილიას, გოდერძი ჩოხელს და ჩვენ კი, აი ესე ამოიხვნეშა ბატონმა კივემ ძალიან მაგარი პასუხი გასცა გოდერძი ჩოხელმა, თან თავმდაბლურის და თან ისეც, თან ისეთიც, რომ აი
მის ჯიბიდან ვარ გადმოვარდნილი. ისი თქვენ თუ ისი თქვენ მის ჯიბიდან ვარ გადმოვარდნილი. მოკლედ ეგ იყო ჩვენ რაც შეგვეძლო თქვა ხალხო ადამიანთა სევდაზე გირჩევთ ვისაც არ გაქვთ წაკითხული რო წაიკითხოთ იმიტომ რომ ესეთი ამბები კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სხვაგან მე არსად არ წამიკითხავს. ნამდვილად. ეგ იყო და ეგ. გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაგვიდონატეთ თანხა ქისაჯიზე, ყველაფერი იქნება აღწერაში. მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. ახლა